ზიარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს დოგმატური საკითხია, ეს სოტერიოლოგიური, ანუ მაცხონებლობითი, გამომხსნელობითი საკითხია მართლმადიდებლისთვის და არ შეიძლება ამის დაკნინება. მე-16 საუკუნეში, როდესაც პროტესტანტული ტარღა დაიწყო რომეო-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, იქ ორი რეფორმატორი გამოჩნდა, ერთი მარტინ ლუთერი და მეორე იყო ასეთი სახელი ზვინგილიოსი ბერძნულად და მათ დაპირისპირება მოუვიდათ ზიარების საკითხში. ცვინგლი ამბობდა, რომ ქრისტე საღვთო ევქარისტიაში, ზიარებაში სიმბოლურად მყოფობსო. ანუ გარდაქმნის შემდეგ პური და ღვინო. ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი კი არ არისო, არამედ უბრალოდ სიმბოლოაო. მე-16 საუკუნეში ამბობდა ამას ცვინგლი. და აგერ მარტინ ლუთერი დაუპირისპირდა მას და ასწავლიდა, რომ არა, ნამდვილად ჭეშმარიტად ქრისტეს სისხლი და ხორციაო. ანუ ლუთერი საღვთო ევქარისტიაში ქრისტეს რეალურ, პრაგმატულ მყოფობას ასწავლიდა. ანუ ის, ვინც ამბობს, მაცხოვრის სისხლი და ხორცი კი არა, არამედ სიმბოლოაო, ლუთერზე უარესია. მე-11 საუკუნეში ასეთი თეოლოგი წარმოჩნდა, ბერინგარ ტურელი, რომელმაც ეჭვი შეიტანა პურისა და ღვინის მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაქმნის ჭეშმარიტებაში. და სქოლასტიკოსმა ღვთისმეტყველებმა ასეთი სწავლება ჩამოაყალიბეს იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, აეხსნათ პურისა და ღვინის ნამდვილად გარდაქმნის ჭეშმარიტება. და ჩამოყალიბდა ასეთი სწავლება, რომელიც გამოითქმის სიტყვით ტრანსსუბსტანციო. ბერძნულად ეს ტრანსსუბსტანციო ითარგმნება მეტუსიოსი. მეტუსიოსი ქართულად ნიშნავს გარდაარსებას, არსის შეცვლას. აი ამ სწავლების მთავარი პრინციპი არის ეს, რომ პურსა და ღვინოს ეცვლება არსი, მაგრამ პურსა და ღვინოს თვისებები, რა თვისებებიც აქვს, ის უნარჩუნდებაო. ეს არის არასწორი სწავლება. არისტოტელე ერთმანეთისგან მიჯნავს, სხვა არის საგნის უსია, არსი და სხვა არის საგნის სიმვევიკო, ანუ შემთხვევითობა იგივე თვისება, მახასიათებელი თვისება. მაგალითად, არსება არის ადამიანი, ცხენი, კედელი, ხოლო სიმვევიკო არის სითეთრე, წონა, ზომა. აი ეს სიმვევიკო შემთხვევითი, რასაც ქვია, თვისება, ცალკე დამოუკიდებლად არ არსებობს. არ არსებობს ცალკე დამოუკიდებლად სითეთრე. ის ყოველთვის რაღაცის სითეთრე უნდა იყოს. ცალკე დამოუკიდებლად სიმძიმე არ არსებობს. ის ყოველთვის რაღაცა საგნის, რაღაცა არსების, უსიის, არსის სიმძიმე უნდა იყოს. მაგრამ აი ეს შესაბამისად ნახეთ რა გამოდის, რომ ეს სიმვევიკო შემთხვევითობა ცალკე აღებული არ არსებობს, მაგრამ უსია, ანუ არსი საგნისა დამოუკიდებლად არსებობს. აი ამ სიმვევიკოს გარეშე, აი ამ შემთხვევითობის გარეშე, ამ თვისების გარეშე. აი ეს არის არისტოტელეს ფილოსოფია. და სწორედ ამ არისტოტელეს ფილოსოფიის დახმარებით სქოლასტიკოსი ავტორები ცდილობდნენ განემარტათ პურისა და ღვინის მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაქმნის საიდუმლო. განემარტათ, ანუ ადამიანური რაციოთი, რაციონალურად განემარტათ, ლოგიკურად აეხსნათ, როგორ როგორ გარდაიქმნება პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. ოღონდ ვის წინააღმდეგ მიმართული? აი ბერინგარიოსის წინააღმდეგ მიმართული. ბევრ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველსაც ეშლება. აი ეს, რომლებიც ამბობენ, რომ პურისა და ღვინის არსი იცვლება, მაგრამ ეს სიმვევიკო შემთხვევითი თვისება, პურისა და ღვინის გემო, ფერი, სიმძიმე რჩებაო. არ არის ეს სწორი სწავლება, ეს არის სწავლება ტრანსსუბსტანციო. რომეო-კათოლიკური სწავლებაა ეს და მართლმადიდებლობას და წმინდა მამებს არასოდეს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ და არასოდეს ასეთი რამ საღვთო ზიარებასთან დაკავშირებით, წმინდა ზიარებასთან დაკავშირებით არ უსწავლებიათ. იმიტომ რომ წმინდა მამები არასოდეს არ შესულან აი ამ გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოს,
ანუ როგორ გარდაიქმნება პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, აი ამ საიდუმლოს გამოძიებაში თუ როგორ ხდება ეს, არასოდეს არ შესულან წმინდა მამები. მართლმადიდებლობა ასწავლის არა მეტუსიოს პურისა და ღვინის გარდაარსებას, არსის შეცვლას, არამედ მართლმადიდებლობა ასწავლის მეტავოლი, ასეთ ტერმინს იყენებს, გარდაქმნას, გარდასახვას პურისა და ღვინის მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებიც იყენებენ სიტყვა მეტუსიოს გარდაარსებას, მაგრამ ყოველთვის მამათა ტერმინოლოგიის კონტექსტში და შინაარსით, ანუ მეტავოლის, მეტაპიისის, გარდასახვის, გარდაქმნის მნიშვნელობით. რას ნიშნავს მეტავოლი, ანუ გარდაქმნა პურისა და ღვინის? ჩვენ გვწამს, რომ პური და ღვინო სულიწმინდის მადლით, მოქმედებითა და ენერგიით გარდაიქმნება მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. გარდაიქმნება. და თუ როგორ გარდაიქმნება ეს მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, ეს არის ანერმინევტოს განუმარტებელი, ჩაუწვდომი. და აი აქ ამ შემთხვევაში უკვე ადგილს იკავებს ჩვენი რწმენა. რწმენას უთმობენ მამები ადგილს. ამიტომაც აი ეს პურისა და ღვინის გარდაქმნის საიდუმლო შედარებულია ღვთის ძის განკაცების საიდუმლოსთან. ეს ერთი და მეორე, აი ეს პურისა და ღვინის გარდაქმნის საიდუმლო შედარებულია ქრისტეში ერთ ჰიპოსტაზში ორი ბუნების, საღვთოსა და კაცობრივი ბუნების შეერთების საიდუმლოსთან. ისევე როგორც ჩაუწვდომი, ამოუხსნელი, გამოუთქმელია ერთ ჰიპოსტაზში საღვთო და კაცობრივი ბუნების შეერთების გაგება და ისევე როგორც გამოუთქმელია სიტყვა ღმერთის შობა, შობის საიდუმლოება, ზუსტად ასევე გამოუთქმელია თუ როგორ გარდაიქმნება პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. მაგრამ ჩვენ გვწამს რწმენას ეთმობა აქ ადგილი. გვწამს რომ ასია და ამ შემთხვევაში რწმენა ხდება ცოდნა და ცოდნა ხდება რწმენა. ეპიკლეზას ლოცვების შემდეგ, ანუ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ, წმინდა ტრაპეზზე წინა დაგებული ძღვენი, ანუ პური და ღვინო, აი ამ გარდამოსვლის შემდგომ, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ აღარ არის ის პური და ღვინო, არამედ არის მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი. მართლმადიდებლური სწავლებით პურს და ღვინოს ეცვლება არა მარტო უსია, ანუ არსება, არამედ აი ის შემთხვევითობაც, ის სიმვევიკო, აი ისიც, ის თვისებებიც ეცვლებათ მათ. პურსა და ღვინოს. ტრანსუბსტანციოს ერესი ამბობს, რომ პურსა და ღვინოს მარტო უსია, ანუ არსება ეცვლება, მაგრამ მახასიათებლები, თვისებები, სიმვევიკო რჩებაო, მაგრამ მეტავოლის მართლმადიდებლური სწავლება გვასწავლის, რომ პურსა და ღვინოს არსებაც, უსიაც ეცვლება და ის სიმვევიკოც, აი ის მახასიათებელი, აი ის ნიშნებიც, აი ის თვისებებიც ეცვლებათ მათ, პურსაც და ღვინოს და ის ჭეშმარიტად, ნამდვილად, არსობრივად და ბუნებითად ქრისტეს სისხლი და ხორცი ხდება. მაგრამ იტყვის ვინმე, მაშინ ზუსტად პურს როგორ უყურებთ მაშინ, ღვინის ფერს როგორ უყურებთ მაშინ, ღვინის გემო რატომ აქვს მაშინ აი იმას. ეს მახასიათებლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნარჩუნდება მას, პურისა და ღვინის მახასიათებლები, ქრისტეს სისხლსა და ხორცს, პურისა და ღვინის მახასიათებლები იმიტომ უნარჩუნდება, რომ ჩვენ შევძლოთ მისი მიღება. აი ამ მახასიათებლის შიგნით არის მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი, ასე ვთქვათ, ჩაფლული, დამალული. მაგრამ აი ეს მახასიათებლები, რომლითაც ჩვენ ვიღებთ მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს, სხვა არის აი იმ ჩვეულებრივი პურისა და ღვინის მახასიათებლისგან. ის სხვა მახასიათებლებია, ეს სხვა არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ გარდაქმნის მერე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნარჩუნდება, რომ მას მისი
მიღება შევძლოთ ჩვენი უძლურების გამო, მისი მიღება რო შევძლოთ. ამიტომაც მართლმადიდებლობა ასწავლის, რომ პურსა და ღვინოს უსიაც, ანუ არსებაც ეცვლება და ეცვლება სიმვევიკოც, მახასიათებელი, ყველაფერი ეცვლება, მაგრამ ჩვენ გვეძლევა აი იმ გემოთი, აი იმ გვარად, რა გვარადაც ვიღებთ ჩვენი უძლურების გამო და არა იმიტომ, რომ ისინი არ შეცვლილან, არა, ისინი შეცვლილნი არიან, მაგრამ ღვთის კაცთმოყვარებით, ღვთის დაშვებით ესე ვიღებთ, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია მივიღოთ, სხვაგვარად ვერ მივიღებთ მას. ამიტომ ღვთის დაშვებით აი ეს გემო, აი ეს ფერი, აი ეს ყველაფერი, აი ამით ვიღებთ ჩვენ ღვთის და, მაგრამ არა იმიტომ რომ ისინი შეცვლილნი არ არიან, არა, ისინი შეცვლილია, მაგრამ ღვთის დაშვებით დატოვებულია, იმიტომ რომ ჩვენ მიღება შევძლოთ. ამიტომ არ შეიძლება რომ გარდაქმნის შემდეგ ვინმე თქვას, რომ ის მაცხოვრის ხორცი და სისხლი კი არაა, არამედ სიმბოლოაო, არ შეიძლება ვინმე ასეთი რამე თქვას. არა, ჩვენ ვეზიარებით მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს. თუ ჩვენ ვიტყვით, ღმერთმა დაგვიფაროს, ვიტყვით, რომ ეს სიმბოლოა და არა ჭეშმარიტად სისხლი და ხორცი ქრისტესი, არამედ სიმბოლო, მაშინ უკვე პრობლემა იქმნება რაში? ჩვენ და ქრისტეს შეერთებაში. მე სიმბოლო ქრისტესთან ვერ შემაერთებს. ჩვენ გვწამს, რომ ზიარებაში ჩვენ ვიღებთ მაცხოვრის განღმრთობილ სხეულს, რითაც ჩვენც განვიღმრთობით. მაგრამ სიმბოლო და სახე, რასაც ცვინგილი ამბობდა, სიმბოლო მე ვერ განმაღმრთობს, ვერ განწმენთ სიმბოლო, მე განმწმენთ ჭეშმარიტად ქრისტე. ამიტომაც მართლმადიდებლობა სწორედ ამას ასწავლის, რომ გარდაქმნის შემდგომ პური და ღვინო კი აღარ გვაქვს, არამედ გვაქვს მაცხოვრის ჭეშმარიტი, ნამდვილი, ბუნებითი, არსობრივი სისხლი და ხორცი. და სწორედ ამას ვიღებთ ჩვენ. ხოლო ის რომ გემო, ფერი, წონა, ის სიმძიმე, ყველაფერი აქვს კლავინდებული თავდაპირველი, იმიტომ კი არა რომ ისინი არ გარდაქმნილან, არა ისინიც გარდაქმნილნი არიან, უბრალოდ ეს ჩვენი სიზუსტის გამო, ღვთის უზომო კაცთმოყვარებით ჩვენი სიზუსტის გამო დაიტოვება კლავ, რომ ჩვენ მისი მიღება შევძლოთ. აი ასეთია უფლის კაცთმოყვარება. ამიტომ ჩვენ ეს გვწამს და ჩვენი რწმენა ამ შემთხვევაში არის ურყევი. წმინდა ზიარება, მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი არის ჩვენი ცხონება. ის არ არის სიმბოლო გარდაქმნის შემდეგ, არის მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი. და მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი რომ არის, ამიტომაც ის განგვწმენს, ამიტომაც ის განგვაღმრთობს, ამიტომაც ის გვაცხონებს. რადგან ის ხორცი, კაცობრივი ხორცი, შეერთებულია მის საღვთო ბუნებასთან და სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ მაცხოვრის განღმრთობილ კაცობრივ ბუნებას, კაცობრივ ხორცს ვეზიარებით, ამით ვეზიარებით თავად ღმრთებასო, ცხადია მადლის მიერად. თუ ზიარებაში მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი არ არის, მაშინ და არის სიმბოლო, მაშინ ქრისტე არის მატყუარა. იმიტომ არის მატყუარა, რომ იგი ამბობს, რომ ვიდრე მეორედ მოსვლამდე თქვენთან ვიქნებიო. და აი ეს თქვენთან ყოფნა არა მარტო რაღაცა უხილავ ყოფნას ნიშნავს ქრისტესე, არამედ ამასაც ნიშნავს, რომ სისხლისა და ხორცის სახით ჩვენ მოგვეცემა ის. და თუ ის გარდაქმნის მერე მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი კი არა, არამედ სიმბოლოა, მაშინ ქრისტე სიმბოლურად არის ჩვენთან. მიგვატოვა მატყუარაა ქრისტე? არა. ამიტომაც გვასწავლის ჩვენ მართლმადიდებლობა, წმინდა მართლმადიდებლობა და მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ცხონება, გვასწავლის, რომ ზიარებაში გარდაქმნის შემდგომ, მეტავალის შემდგომ, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაიქმნება, ის ბუნებითად ქრისტეს წმინდა ხორცია, ქრისტეს წმინდა სხეულია და სწორედ ამას ვიღებთ ჩვენ და ამის გამო ვმადლობთ ღმერთს ამ უზომო წყალობისთვის.